მეგობრებო, საერთო გაშლა უნდა შემოგთავაზოთ, ახლა თემატიკა იქნება ესეთი, მოდის თუ არა თქვენ ცხოვრებაში ვინმე ამ ზაფხულის ბოლომდე მოდი ჩავიფიქროთ. ზაფხულის ბოლომდე ვინმე ახალი უცხო და თქვენი პიროვნება მოდის თუ არა. თქვენი პიროვნება არა, მოდის თუ არა ვინმე ახალი ნაცნობობა, ეს იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ვინც მარტოობაში ხართ, ძალიან ბევრი მიწერდა ასეთი, რომ ჩვენთვისაც რაღაცა გასვლა გააკეთეო. პირველ რიგში ასეთი ადამიანებისთვის, ვინც მარტო ხართ, მოდის თუ არა თქვენ ცხოვრებაში ვინმე და მეორე რიგში, ვინც დაშორებული ხართ, ვინც არ ვიცი, ვიღაცის მოლოდინში ხართ, რომ სამყარო ვიღაცას გამოგექცევნით, მოდის თუ არა თქვენ ცხოვრებაში. ზაფხულის ბოლომდე გაშლა მოქმედებს მაშინ, როცა ნახულობთ, თუ ზაფხულის მერე ნახავთ, მაშინ ეს იქნება უახლოესი 2 თვის ვადებში, მოდის თუ არა თქვენ ცხოვრებაში ვინმე. ისეთი, ვინც გაგახარებთ პრინციპში და რაღაცა ემოციების მეცხრე ტალღაზე გამყოფებთ. თუ გაშლა ემთხოვა და ენერგეტიკა უყურეთ ბოლომდე და თქვენი ენერგია ყველა ვარიანტში მაქსიმალურად თანადგომა გვერდზე დგომა გამოხატეთ, ლაიკებით, კომენტარებით, გაზიარებით და ყველა ვარიანტში გამოიწერეთ ჩემი გვერდი. ორივე TikTok-იც, YouTube-იც, YouTube-ის კუდი არის ჩემ გვერდში ფოტოს ქვეშვე, შეგიძლიათ დააჭიროთ აქ გადმოხვიდეთ და YouTube-ის ლინკიც პირდაპირ არის. პირადი გაშლებისთვის პირადში მომწერეთ. ვინ ხართ თქვენ გავიგოთ. თუ დაემთხოვა ყველა ვარიანტში უყურეთ ბოლომდე. ვინ ხართ თქვენ? 7-იანი მაღალი არკანია, მოდის 5 ახმალი და ეშმაკი. ღმერთო ჩემო. თქვენ ხართ პირველ რიგში ეშმაკის კარტით დავიწყებთ. თქვენ ხართ უზადოდ ძალიან მომხიბვლელი ადამიანი. ქალი, მამაკაცი, გაშლა ორივეს კეისთვის არის სატანურად ულამაზესი, ასე შემიძლია დავახასიათო ეს კარტი. დიდი ნაწილი შეიძლება იყოს ღია ფერის თვალებით, მწვანე, სერი, ცისფერი, ძალიან უმეტესობა, მაგრამ ყველასთვის არ არის საკვირველია. საერთო გაშლაში შეიძლება ასევე გქონდეთ თაფლისფერი თვალები. ნაწილისთვის, როცა ვიძახი ყველა დეტალებს იმისთვის, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა. უმეტესობა შეიძლება გაქვთ მუქი ფერის თმა, ცოტა მოზრდილი, ვიდრე ატარებთ ხოლმე იმასთან შედარებით. ეხლა მოზრდილ ვარიანტში გაქვთ, მამაკაცი ხართ, ქალი ხართ. ორივე სქესისთვის არის კიდევ მეორე გაშლა. ასევე ფიზიკურ მონაცემებს ძალიან ბოლო პერიოდში აქცევთ ყურადღებას და შეიძლება ზოგიერთმა პრესის კუბიკები, არ ვიცი, ისინი დაიდეთ მუცელზე. კუბიკები ქართული არ უნდა იყოს, მაგრამ მიხვდებით რაზეც არის საუბარი. ძალიან გთხოვთ ჰეიტერებს თავი შეიკავეთ, ვისაც არ მოგწონთ ჩემი ზედმეტი საუბარი, პირდაპირ ასკროლებთ თუ არა და მე გაფრთხილების შემდეგ მაქსიმალურად აღარ ვიღლი ჩემ თავს, პირდაპირ უშვებ აგრესიის და ნეგატივის გადმომთხევ ადამიანებს შავ სიაში, ასე რომ გაითვალისწინეთ, თუ არ გსიამოვნებთ, უბრალოდ ასკროლეთ თქვენი ნეგატივების გადმომთხევის გარეშე. ვაგრძელებ. ძალიან მომხიბვლელი ხართ ამ კარტით. მე-15 მაღალი არკანი საწინააღმდეგო სქესში იწვევთ უზადოდ დიდ ინტერესს და ემოციას თქვენ გაცნობასთან დაკავშირებით, თქვენი მოჯადოების ენერგეტიკა აქვს ხალხს ძალიან ერთი შეხედვით აჯადოვებთ, ასე ვთქვათ, საწინააღმდეგო სქესს, აგდებთ თქვენთან დამოკიდებულებაში, როგორც ენერგეტიკულად, ასევე ფიზიკურად, ასევე მენტალურად, რაღაცა თქვენ ენერგიებში, თქვენ კლანჭებში აგდებთ საწინააღმდეგო სქესს. თუმცა 5 ახმლით აჩვენება, რომ რაღაცასთან დაკავშირებით, რაღაც კონფლიქტია საუბარი, თავის ტკივილი გაქვთ, შეიძლება ბევრი ცუდი ენის მომტანი ადამიანები გყავთ. კონკრეტულად ამ კარტში ყვავების სახით ჩანს და გარშემოც გყავთ ყვავები, ეს იქნება კოლექტივში, სამუშაო სფეროში, თუ სანათესაო, სამეგობრო, ანუ ყველას თქვენი გაქვთ, რაღაცა ნაწილი არის ისეთი ენის ტარტალა ადამიანები, რომლებსაც რაღაცა ხმები მოაქვთ და რაღაცა ცუდი ენერგია მოაქვთ თქვენთან მიმართებაში და თავის ტკივილს გმართებენ. ვიღაცასთან კონფლიქტთან დაკავშირებით შეიძლება ენები მოაქვთ და კიდევ უფრო გაღიზიანებენ ამ თემატიკით, იმ პიროვნების ინფორმაციის მოტანით თუ თქვენ კონფლიქტთან დაკავშირებით რაღაცა თემატიკასთან დაკავშირებით გიყიჟინებენ და ასე ვთქვათ, არ გაცლიან რომ დაივიწყოთ კონფლიქტი, ამოისუნთქოთ, დამშვიდდეთ, რაღაცა თავის ტკივილს გმართებენ, იქნება ასეთი მომენტი.
შვიდიანი მაღალი არკანი საჭით მინდა გითხრათ რომ ძალიან გიყვართ შეიძლება საჭესთან ჯდომა და მოგზაურობა როგორც ასეთი სიჩქარე სისწრაფე ძალიან სწრაფად გადაწყვეტილების მიღებები და უცებ შეიძლება დილას რომ მოფიქრებული არ გაქვს საღამოს არც კი ჩაალაგოთ ნახევრად ჩაალაგოთ ჩემოდანი და სადღაც მოხიოთ, ასე ვიტყოდი, სხვა ქვეყანაში, სხვა ქალაქგარეთ, აი რაღაცა სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებები ძალიან გიყვართ და ერთგვარი თქვენი სტილისტიკა ასეთი, რომ აი გეგმების და ჩამოყალიბებების გარეშე უცებ მიიღოთ რაღაც გადაწყვეტილება და გლობუსის სხვა მხარეს აღმოჩნდეთ ხოლმე, არ ვიცი, როგორც მინიმუმ რაღაცა ფართი მოაწყოთ, რაღაცა სწრაფი გადაწყვეტილებები, ასე ვიტყოდი, გხიბლავთ და ტიპაჟი ხართ ძალიან სწრაფი, შეიძლება ასევე იყოს ადამიანებისთვის, ვინც ივლისში ხართ დაბადებული, მე-7 თვეს 7 რიცხვში ასეც არის ენერგეტიკულად. თუ ვატყობთ რომ თქვენზეა გაშლა, წავედით, მაშინ გავიგოთ. კარდი გადაცვდა ძალიან ბევრი, ასე რომ მის მოყოლას აღარ ვაპირებ, თუ ვატყობთ რომ ენერგია თქვენია და თქვენი პიროვნება დავახასიათე ახლა ენერგეტიკულად, მაშინ უყუროთ მოდის თუ არა ვინმე თქვენ ცხოვრებაში ახალი ემოციების მომტანი, გამახარებელი მოდი ესე ვთქვათ, მოდის თუ არა ტრანსფორმაცია მოდის თქვენ ცხოვრებაში პირველ რიგში თქვენ სოფხედელობაში, თქვენ აზრებში, თქვენ ემოციურ ფონში, რომელიც ძალიან გულუბრყვილოა სამყაროს მხრიდან როგორც მაჩვენებენ და ძალიან ბევრი რაღაც გინდათ, ბევრ რაღაცაზე ოცნებობთ და ყველაფერს გინდათ ხელით შეეხოთ. ეს იქნება მოგზაურობა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა, გათხოვება, ძოლის მოყვანა, ყველაფერი ასე ვთქვათ, აი ყველაფერზე ოცნებობთ რაღაცა, რაც თქვენ გულს და სულს აკლია. და რომელი უფრო ძალიან გინდათ ვერ ჩამოყალიბებულ ხართ პირველ რიგში სამყაროსგან ინფორმაციას გაწვევთ იმაზე რომ უნდა ჩამოყალიბდეთ და უნდა თქვენ თავში გაერკვეთ პირველადი მნიშვნელობის ასე ვთქვათ აუცილებელი ნომერ პირველი რომელია თქვენთვის საჭიროება ამასთან დაკავშირებით იმუშაოთ და აქეთკენ მიმართოთ თქვენი ენერგეტიკა, იმიტომ რომ ყველაფერი რო გინდათ, ყველაფერი ერთად არ გამოვა 7-იან თასით არც ერთ ვარიანტში და ეს არის ცოტა არ იყოს გულუბრყვილო ემოციური ფონი თქვენ და ფანტაზიორობა ზნეგადასული რომელიც ნუ ყველაფერზე რო იფანტაზიორებ და არაფერს არ გააკეთებ. ნაკლები შანსია რომ რამე ერთი მაინც ამ ემოციებიდან და ამ სურვილებიდან შედგეს და გამოვიდეს, აქედან გამომდინარე, უნდა ტრანსფორმირდეს თქვენი პიროვნება. მე-13 მაღალი არკანი, თქვენი სოფხედელობა, თქვენი მიზნები ჩამოაყალიბოთ, ასე ვთქვათ, ერთგვარი აფირმაციები, ისწავლოთ თქვენ თავზე მუშაობა და თქვენ მეზარებას შეუსაბამოთ ის რომ მეზარება, მაგრამ მე ვიმუშავებ და მე ამას მივაღწევ, იმიტომ რომ მუშაობით და შენ თავზე მუშაობით პირველ რიგში ყველაფერი არის შესაძლებელი, აბსოლუტურად რომ ყველაფერს მიაღწიოთ. აი ერთგვარი ეს მეზარება მომდის ინფორმაციულად რომ აი ეს მეზარება უნდა გადადოთ და კი მეზარება, მაგრამ მე გავაკეთებ, იმიტომ რომ აი მე ამას მივაღწიო, რომელიც ჩემთვის ოცნება, რომელზეც მთელი ცხოვრება ფანტაზიორობ, საზღვარგარეთ სეირნობა იქნება თუ რაღაცა პროფესიის შესწავლა იქნება, ყველას თქვენი გაქვთ, აი რაც გეზარებათ, რაც ვარჯიში იქნება ფიზიკური, რომელიც გეზარება, მაგრამ ძალიან მოგწონს და ხიბლავს, სხვისი კარგი ფორმები, კუნთები, პრესი და ასე შემდეგ რაღაცა ლამაზი საჯდომი ადგილი და კარგი მკერდი და ასე შემდეგ. ამ ყველაფერზე უნდა იმუშაოთ. პირველ რიგში სამყაროსგან ინფორმაცია ასეთი მომდის, იმუშავეთ. ამაზე, რაზეც იმუშავებთ, აუცილებლად გამოგივათ. თქვენ უნდებით ოცნებას იმაზე, რომ რაც არ გამოგივიდათ, იმაზე გულის წყვეტის რეჟიმში ხართ ეხლა ამ მომენტისთვის აჩვენებენ და თითქოს წინ კი ვერ იყურებით იმ დაქცეულ სამთას უყურებთ, რომელიც არ შედგა ზოგისთვის ურთიერთობა იქნება, ზოგისთვის სპეციალობა ან სამუშაო რეჟიმი იქნება და რაზეც ოცნებობდით, რა არ გამოგივიდათ, ყველას თქვენი გაქვთ. იმასთან დაკავშირებით უფრო მეტ ენერგიას დებთ და სიზარმაცეს უნდებით, ვიდრე იმუშაოთ იმაზე, რომ აი მომავალში გამომივიდეს. პირველ რიგში თქვენ თავში უნდა შეცვალოთ ეს ენერგიები და იმუშაოთ იმისთვის, რომ თქვენი ოცნება განხორციელდეს. უნდა იდგეთ
გაგიდეთ თქვენი ოცნების სადარაჯოზე, მოდის თუ არა თქვენ ცხოვრებაში ზაფხულის პერიოდში. ნუ თუ ემპათიურ მდგომარეობაში იქნებით და რა გავაკეთო არ ვიცი, ნაკლები შანსია, მაგრამ თუ იმოქმედებთ როგორც ცეცხლოვანი ჟეზლის დედოფალი, თქვენი კარმული პარტნიორი მოდის მინდა გითხრათ. მე-6 მაღალი არკანი თქვენი პარტნიორი, რომელიც სრულიად ამოაყირავებს თქვენ ცხოვრებას ვიდრე